დისკუსიას ბატონ ლაშა ტუბუშთან მინდა გადავიდე შეკითხვით ბატონ ლაშა გარკვეულწილად გავაგრძელებ იმ ხას რაც ბატონ ზვიაც ვკითხე თქვენი აზრით რა არის მთავარი საკითხი რაც არ აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ წლების განმავლობაში საშუალებას რომ მივიღოთ ისეთი არხი რომელიც შეესაბამება იმ კონცეფციას რომელიც მოგწონს ჩვენ მაგრამ თავად არხი პრაქტიკაში ასეთად ვერ იქცა მოგესალმებით ხა ძნელია თქმა ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა და შევაფასოთ ამ ერთი თემიდან ასე ძნელი იქნება ალბათ კომპლექსური უნდა იყოს ეს ანალიზი რამდენიმე ფაქტორია ჯამში ეს არის პოლიტიკური ფაქტორი ეს არის შესაძლოა ცოდნაც და ცოდნის პრობლემაც იყო რაღაც ინერციებიც ასევე გარკვეულ პერიოდებში ჩემი აზრით ეს იყო ესეთი კორუფციული პოლიტიკური კორუფცია და სხვა ტიპის ესეთი საკითხებით შესაძლოა ახდენდა გავლენას მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი ხანია დიდი ხანი უკვე ვართ დამოუკიდებლები და ამდენ ხნის განმავლობაში შეგვეძლო რომ მეტი შედეგი იქონოდა ვიდრე გვაქვს დღეს ხა ალბათ უფრო ვიმჟელოთ უფრო ღრმად თითოეული პერიოდი უნდა განვიხილოთ რომელ დროს რა იყო იმიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს პერიოდი ერთმანეთს არ გავდა და იყო ძალიან სპეციფიური იმიტომ რომ ვინ არის იქ დირექტორი ის შესაბამისად მართავს ამ პროცესს და ამიტომაც შეიძლება ცალ-ცალკე ილაპარაკო პრინციპში მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოების პრობლემაც არის ხა ესეც ითქვა ეს მარტო იმ ხალხის პრობლემა არ არის ვინც მართავს ეს არის ჩვენი პრობლემაც იმიტომ ჩვენ თვითონ კარგად არ გვესმის საზოგადოებასაც კარგად არ ესმის თუ რა უნდა და რას ელოდება იმიტომ რომ ხა ხშირად რაღაცას ვითხოვთ და ზოგჯერ ეს არც ვიცით რა გვინდა რა არის ეს საზოგადოების მაუწყებელი შესაძლოა ეგეც პრობლემა იყოს მე გულისხმობ იმას რომ ნაწილმა შეიძლება ექსპერტების ნაწილმა ან ჟურნალისტების ნაწილმა ან პოლიტიკოსის ნაწილმა იცის რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი მაგრამ ესეთი დიდი შეთანხმება შესაძლოა არ არის საზოგადოებაში და რატომ არ აინტერესებს მაინც არ არის მისთვის მნიშვნელოვანი გეტყვით რა აქ ბევრი ითქვა სახელმწიფო ტელევიზიაზე და საზოგადოებრივი მაუწყებელი ხა დღესაც მესმის რომ მაგალითად ხელმძღვანელები ხშირად ჩემი აზრით საზოგადოებრივ მაუწყებელს ურევენ კომერციულ მაუწყებელში იმიტომ რომ სულ კონკურენციაზე ლაპარაკი რაღაც შეჯიბრზე მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდე რაღაც სხვაც არის რა გარდა იმისა ეს არ არის ბაზარზე ორიენტირებული და მოგებაზე ორიენტირებული ტელევიზია ხო როდესაც თქვა გვაქვს საქმე თქვენი ტიპის ტელევიზიასთან გასაგებია არის სარეკლამო ბაზარი და იმისთვის იბრძვი და რაღაცნაირად ცდილობ რომ სხვა ამაზე ააგო და ხა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხა დღესაც რაც არის მაგალითად კანონ პროექტი რაც შემოდის რეკლამის მეტი მოზიდვა და ვთქვათ არ უნდათ ჩატარდეს ტენდერი, ჩატარდეს კონკურსი და რაღაც უფრო ბიზნესურად უყურებენ ამ საკითხებს ხა რა შეიძლება იმალებოდეს ამის მიღმა ერთი მხრივ თუ კი მეტი შემოსავალი გაუჩნდება საზოგადოებრივ მაუწყებელს რატომ არის ცით რა არის შეხედეთ ხა 40 მილიონიანი ბიუჯეტი გაქვს 60 მილიონი არის სარეკლამო ბაზარი ხა ისედაც ფორა გაქვს ხო და ხარ ამ ღარიბ ქვეყანაში ძალიან წინ. ეხლა შენ თუ კიდე დამატებით შექმნი რაღაც შესაძლებლობებს, რომ იქიდან კომერციული არხების, ასე ვთქვათ, ნაწილში კიდე რაღაც ფული წამოიღო, თქვა რომ ცოტა 40, რა თქმა უნდა, ეხლა თუ შეადრე იმას BBC-ს და ასეთი გერმანიის ახლა CD-ებს გასაგებია რომ რამდენი მილიარდია, მაგრამ საცხოვროთ ხო უნდა ვიფიქროთ რა. ლაშა ეგეც რომ არ იყოს, ბოდიში ეს 40 მილიონი ავითვისოთ, ჯერ ოპტიმალურად და ამიტომ ეხლა ლაპარაკი რომ თურმე ტელევიზიას უშველის ის რომ ტენდერები კი არ უნდა იყოს და რომელი ტენდერი ჩაატარეს ძალიან მაინტერესებს ხა დღეს ლაპარაკობდით ზუსტად ამას ხა კანონში წერია რომ უნდა შესყიდვებიდან გავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადავიდნენ სხვა სისტემაზე. რაზე უნდა გადავიდნენ ეს არ წერია. სხვა შუს ეს როგორ უნდა გაკეთდეს არავინ არ იცის. ეხლა ეს სწორია ესეთი მიდგომა. სხვა შუს აქ ალბათ მარინა საუბრობდა. მე არ ვიცი თქვენ მართლა გქონდათ ეს განხილული, იმიტომ რომ რამდენიც მე ვიცი, ერთი ნაწილია გადაგზავნილი, რაც ქალბატონმა იამძანა აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. იმას დაემატა მუხლები, რომელიც იმ ხალხმა უცხოელებმა არ იციან.
და იმეებში რასაც რას გულისხმობდა მაგალითად ის რომ საჯარო ინფორმაციისგან უნდა გავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი არ უნდა შეეხოს ამას გულისხმობ. გულისხმობ იმას რომ ბოდის დავასლაპარაკობთ ხო? რას ვაპარაკობ? არასო იმ ჯგუფში ვარ მე აგერამა კანონპროექტს რას ვაპარაკობ? არასწორად აგე წაგიკითხავ თუ შეიძლება მე ავხსნი რა შეიძლება. თქვენ ლაპარაკობთ არასწორად სამწუხაროდ. მე ვლაპარაკობ სწორედ. აგერამა კანონპროექტი. დეტალურად გეტყვით რა შეიძლება. არა, რას მეტყვი დეტალურად არასწორად ლაპარაკობ. მაყურებელმა ხო უნდა გაიგოს რაზეა ლაპარაკი. მაგრამ რას ნიშნავს არასწორად ლაპარაკობ? გამოვდეთ ტენდერებიდან გვინდა რომ გამოვიდეთ ინფორმაციის თავისუფლების ჯერ ხო ტენდერები ორი რაღაცა ტენდერებზეც ამაქვს საუბარი ტენდერებზე გეტყვით რაზეა ლაპარაკი ინფორმაციის და ამაზეც გეტყვით რაზეა ლაპარაკი მაგალითად გაუგებარია როგორც დირექტორი უნდა წყვეტდეს საკონსულტაციო საბჭოს წინადადებით დააფინანსოს სტარტაპები და რაღაც ფული და ასიგნებები და ბიუჯეტი გამოიყენოს ეს რას ნიშნავს ერთ აგიხსნით ახლა მაყურებლისთვის თუ შეიძლება ავხსნი რაზეა ლაპარაკი რომ ესე იგი შეცდომაში არ შევიყვანოთ ლაპარაკია იმაზე რომ როდესაც არის შემოქმედებითი პროდუქტი ეს არის გადაცემა და სხვა რაც კანონით გვალდებულებს რომ არანაკლებ 25%-ით განვათავსოთ ეთერში ჩვენ არ შეგვიძლია ეს შევიწყიდოთ ტენდერების კანონმდებლობით იმიტომ რომ ტენდერით ჩვენ უნდა ვიყიდოთ ყველაზე იაფი თუ ჩვენ გვინდა ვიყიდოთ ცოტა ძვირი მაგრამ კარგი ეს ამის საშუალებას არ გვაძლევს ჩვენ ეს მარტო შემოქმედებით პროდუქციას ეხება ახლა სკამი თუ ვიყიდეთ და ტელევიზორი თუ ვიყიდეთ ეს წერია გარკვევით იმ კანონს დღეს ვიხილავთ ჩაატარეთ ამ პრინციპით როდისმე აი თქვენ რომ ამბობთ იცით რომ არსებობს კანონში ორი ეტაპი ის პირველი ეტაპი შეგიძლიათ ხო მაგრამ როდისმე ცადეთ როდისმე არავის არ აუცდია საქართველოს თქვენ იცით რამდენი ტენდერია არ ვარგა ეს არა ჯერ ცადეთ არ ვარგა ჩვენთვის არ გამოდგება ეს არის პირველი ერთხელ მაინც სადეთ იგნებ გამოდგება ვიცით თქვენ არ იცით როგორ ტარდება თორე მე ვიცი იმიტომ რომ ეხლა ქონდა დეტალური განხილვა ამისა სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს ქონდა განხილვა ეგრე ეხლა დეტალურად ვერ აგიხსნით მაგრამ კარგად შეიხედეთ როგორ ტარდება ეს ორეტაპიანი ტენდერი რაც შეეხება მეორე საკითხს საჯარო ინფორმაციის საკითხს ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რაღაცას ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რომელმაც მოგცა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი საზოგადოების მოთხოვნებისთან დაკავშირებით ეს კვლევა ჩვენ გვინდა ჩვენთვის გამოვიყენოთ არ გვინდა სხვა ტელევიზიებს მივცეთ სანამ ეს არ გამოვიყენეთ სანამ ახალი ბადე არ შედგა სანამ ჩვენ არ გადავწყვიტეთ რა პროდუქცია როგორ განთავსდება კონკურენტული უპირატესობა ხო გესმით ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ბაზარზე ისეთივე მოთამაშე როგორც ხვები ჩვენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა რომ სანამ ჩვენ ვიხილავთ რაღაცას სანამ ჩვენს კონკურენტებს არ გვინდა რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ეს იყოს დახურული მე ეს განსაჯაროვდება ცხადია მაგრამ გარკვეული კონკურენტულ გარემოში ჩვენ გვჭირდება მაგალითად ეხლა ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ტენდერში სპორტული გადაცემების შესყიდვაზე როგორ ლაპარაკობთ გაბატონ მარინა ეხლა თქვენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ხართ მოჭრილი ბიუჯეტი გაქვთ არც ერთ კერძო ტელევიზიას არ აქვს ეს მე გეუბნებით შემდეგ რაღაცას არსებობს ტენდერი რომ რეკლამა მოიპოვონ არსებობს ტენდერი სხვა რაღაცას მე ლაპარაკებ თქვენ სხვა რაღაცას გეუბნებით კონკურენტული გარემო თქვენ ბრძანეთ და უკვე არ ხართ კონკურენტულ გარემოში პრივილეგირებულ გარემოში ხართ კარგი ძვიად ბრძანეთ რაღაცის თმაქს უნდა კი ბატონო ესეთ რა არის აი გაბატონ ძალიან უცნაური რაღაცას ამბობთ რა არსებობს სამი ტიპის საიდუმლოება და ეს არის სტრუქტურირებული ეს სამართლის სისტემებზე აქვს ლაპარაკი და სამართალზეა საუბარი არის კომერციული საიდუმლოება სახელმწიფო საიდუმლოება პირადი საიდუმლოება ეხლა თქვენ რასაც აქ წერთ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საიდუმლოება რაღაც მოიგონეთ ახალი რაღაც თეორია შემოგაქვთ იმაში რომელიც ეხლა არ ვიცი ეხლა იურისტები თუ არიან მართლა უხერხულია ახლა რას ამბობთ რომ როგორ შეიძლება თქვენ თან ეს ფორმულა რომელიც არის ყველაფერი შეგიძლიათ გაიტანოთ საჯარო ინფორმაციის გარეთ
ეგ როგორ შეიძლება ასეთი რაღაცეების ჩადება კანონ პროექტში და თან ესე აზრის გამოთვლის საშუალება. რა გამოვა? თქვენ დახარჯავთ ფულს, აი უკაცრავად და დავასრულებ რა. თქვენ დახარჯავთ ფულს, ესე იგი დახარჯავს დირექტორი რაღაცა ფულს. შემდეგ ეს იქნება ამ უმუხლით დაფარული, ვერავინ ვერ გაიგებს, გარეთ რა ფულზე აქვს საუბარი. და რაღაც ყველა გადასარევად არის, ხო ყველაფერი, ესე იგი ფული შეიძლება გადიხართ საჯაროს შესყიდვებიდან გარეთ, არავინ არ იცის როგორ ატარებთ შიდა ამ გარე კონკურსებს, იმიტომ რომ ამას არაფერი არ არეგულირებს და საუბარია რომ ეს ამ კანონმა არ უნდა მოაწესრიგოს და არაფერად არ წესრიგდება, მაშინ რა გამოდის რომ გაურკვეველ პროცედურებში თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას და აფინანსებთ გაუგებარ ორგანიზაციებს და მე მეთქვით რომ საიდუმლოა, იმიტომ რომ აგერ მე მივიღე კანონი. აი ეს გინდა? სტორ ინტერპრეტაციას აძლევს. გინდათ ხარჯოთ ჩუმად. ეს ეხება რაღაც გარკვეულ ქალბატონარი. ეს ეხება გარკვეულ ინფორმაციას აქ კვლევაზე საუბრობთ. ამას ეხება თუ ფინანსურ საკითხზეც ხდება. არა ბატონო, ფინანსური საკითხები წყდება საჯარო ბორდის ხდომებზე, სადაც ყველა დოკუმენტი იდება ინტერნეტში. ყველა ხდომას ღიარ ვერაფერს ვერ დავხარ. ვერ დავხარავ. არა, ამას ვერ დავხარ. ზუიათკორიძეს მოუწევს. არ გამოვიდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა მხოლოდ ტენდერებია და ფულის ხარჯი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. სერიოზულია, მაგრამ მე როგორც უყურებ, საზმაოს პრობლემა პირველ რიგში არის შემოქმედებითი. კონკრეტული მაგალითებით მინდა ვილაპარაკო. მაგალითად, რატი ამაღლობელის რაღაც გადაცემა რო არის, სიტყვებით თამაში, ხო? რომელიც არ ვარგა აბსოლუტურად. აი ესაა პრობლემა. რატო უნდა იყოს ამაზე ვილაპარაკო? ამ დროს ამ დროს არის მეორე გადაცემა. მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ თუ არ ვარგა ზოგადად რა კრიტერიუმს ეხება? ამ დროს არის მეორე გადაცემა წიგნისთან, რომელსაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია, რომელიც უნდა ჩაიდოს. სწორედაც რომ დიდი ფული. მე თუ მკითხავ მაგრამ ეს შეფასებაა. საუბარი მიდის ტენდერი ისიც რა თქმა უნდა მე გეთანხმებთ გამჭირვალე უნდა იყოს ეს აუცილებლად, მაგრამ არა მხოლოდ ფინანსები. გამჭირვალე უნდა იყოს ერთი და იგივე ტიპის გადაცემაზე რამდენი ადამიანი, რამდენი პროექტი აცხადებს პრეტენზიას. მაგალითად იგივე გოგი გვახარია, ხო? რომელიც შემეცნებითი ფილმები, პოლიტიკას ეს ყველაფერი არის, მაგრამ იქნებ სხვას უკეთ შეუძლია გააკეთოს ეს ყველაფერი. იგივე სალომე ასათიანი, იქნებ სხვა უკეთესად გააკეთებს, რომ მიაჩერდით და მიაჯინდეთ იმას რატო ხურავთ, ამას რატო ხურავთ. კარგით, მოდი ბატონჟია, კონკურსები და არა ვასრულებინო და ვასრულებს უნდა მივცესოთ. გამოწონთ და რა არ მოწონთ. მოდი გაასრულეთ ეს თემა რა ძალიან. მე ამ შემთხვევაში იმას საუბრობ, ჩვენი საუბარი დისკუსია წავიდა მხოლოდ ერთი მიმართულებით და სხვა პრობლემები შეიძლება გვერდზე დაგჭეს. რეზინის ხო არა ეს გადაცემა? არა მხოლოდ. დასრულდება ხო? საკითხს შევეხეთ, ფინანსურ საკითხს და სხვა თემებსაც შევეხეთ. არავით არის საზოგადოებრივი ღირებულება. იმდენად დიდი თემაა, რომ ჩემ მხოლოდ ამაზე ვისაუბრებ. ეგრე გამოვა. დაასრულებს ბატონი ლაშა, შემდეგ სხვა სტუმრებს უნდა მივცესოთ. საუბარი არ არის, რომ უხარისხო უნდა იყოს. აქ საუბარი სხვა რამეზე, აქ საუბარი იმაზეა, რომ რაც შენ თქვი, რომ უფრო მეტი გამჭირვალება გვინდა, ეს მიდგომა, რასაც ხარდობ მაგრამ როდესაც ფულში არის პრობლემა და ის რაღაცა სქემების რაღაც აწყობის ვარიანტი შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ დახურულია და ფინანსები უნდა იყოს გამჭირვალე. და ის რასაც ქალბატონი მარინა ამბობს რომ ბორდზე უნდა გავიდა ეს კანონი მაგას ჩაგიკეტავ და სხვათა შორის მარტო ის კი არ არის ქალბატონი მარინა სხვა ნაწილშიც თქვენ გეზღუდებათ უფლებები და მიკვლის ისე თქვენთან მაინტერესებს შეყვა 30-ე მუხტში ბოდიშ გიხდით აქ რო უქმდება თქვენ ხო მემარცხენე პოზიციებს იზიარეთ აქ რო უქმდება ის მნიშვნელოვანი მონოპოლი რაც იყო თანამშრომლების თან კონტრაქტები რო იდებოდა და აქ რო წერია ეს 30-ე მუხლის პუნქტი რო უქმდება იცით ხარ საქმის კურსში? კარგით, მოდით გადავიდეთ სხვა ლაპარაკზე. მადლობა ქალბატონო. არა გაგუნანახი, ეს რო უქმდება იცით რომ ვისაც გინდა გაუშვებ, აი გრადი რო იყოს სისტემა თანამშრომლებთან და რო აღარ იქნება, ესეც მოგწონთ? კარგით, მადლობთ. მოდით ლაშამეს მივცეთ სიტყვა რა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მოდით ამაზე ვსაუბრობ და ლაშამ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ ბევრი კონკურსს ვაცხადებთ და კონკურსს ვატარებთ და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და გვაბრალებენ რომ გამჭვირვალეები არა ვართ ის რომ თანამშრომ კონკურსზე ვინ თქვა
აბა ტენდერები ეგ არის რომ ჩვენ პროდუქციის შეძენა ყველაფერი განვიხილეთ დიახ ბატონო უპასუხეთ თუ შეიძლება მოკლედ ბატონლაშა მოდით ვაცალოთ საპირისპირო რასაც თქვენ ამბობთ აბსოლუტო საპირისპიროა ეს არ არის საპირისპირო ეს არის ჩვენი ინტერპრეტაცია წაგიკითხოთ კარგი ლაშა მას მოусმინოთ მაშინ ლაშა თუ გინდა წაგიკითხოთ ხმამა მოდი გისმენთ ახლოს მიკროფონი რეალურად ძალიან მარტივად არის ყველაფერი ხა ყველა პროცესი არის მარტივად საზოგადოებისთვის გასაგებად რო ავხსნათ დღესდღეობით ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც კვეთრად ევროპული ინსტიტუტის დაკნინების ძალიან უხეშ მცდელობას რაც დიდი იმედი მაქვს რომ არ მივა საერთო გაუქმებამდე რეალურად ამას ვადევნებთ თვალყურს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იკეტება რაღაც ციხესიმაგრეში და ამ ციხესიმაგრეში რა მოხდება კიდევ არავინ იცის რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს კი არ უნდა მოშორდეს და პოლიტიკურ ელიტებთან კი არ უნდა დაახლოვდეს პირიქით უნდა მოხდეს ეს პროცესი ეს მე მახსენებს ახლა რეალურად ქალბატონი იანთაზე ჩაერთო წეგან როდესაც მოვიდა ეს მენეჯმენტი ანუ ყველაფერს პირიქით აკეთებენ რა როდესაც ეს მენეჯმენტი მოვიდა იმის მაგივრად რომ დაეწყოთ რეორგანიზაცია და რეფორმა ზემოდან ქვემოთ ანუ ვინც დააშავა ვის გამოც რეიტინგი არ იყო როგორც თვითონ ამბობდნენ და ასე შემდეგ მოვიდნენ და თქვენს და დაცინვით თქვენს რომ თურმე აქ თანამშრომლები პლიტით თვებოდნენ თურმე აქ როგორ ძლებენ ეს თანამშრომლები და დაიწყეს ქვედა რგოლის დაკნინება მე პირადად გამომიშვეს ამ ხალხმა ყოველგვარი კონკურსის ყოველგვარი სისტემის და ყოველგვარი აი ობიექტური მიზეზის გარეშე იქიდან გამომდინარე რომ ისინი ვერ იტანენ გასხოვებულ აზრს და მე მინდა მიმართო აი ბორდის წევრიც აქ არის და ადამიანებს რისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ ერთი არ არის რეალურად ჩვენი არის ეს მაუწყებელი არავის არ არის არც ერთი პოლიტიკური ელიტის არ არის და ყველას ვისაც ეს ეხება დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და დღეს ჩვენ ამ მაუწყებელს თქვენ არ დაგითმობთ კარგი მე რა მეტრეველსაც მოусმენთ მე არაფერი პრობლემა არის ძველი ყოველ შემთხვევაში იმდენი ხნის რამდენი ხნისაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს რაც ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა მას მერე ჩვენ ვერ ვეღირსეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იდეა თავიდანვე მოკლა სააკაშვილმა და ეს ხელისუფლებას ვერ ვიტყოდი რომ ეს მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ 7 ნოემბერს ყველაზე უპრობლემოდ თამონაკინწორაშვილი შეეწირა როგორც გახსოვთ დავასრულებ თუ შეიძლება თამარ აქ პრობლემა იმაში კი არ არის რომ ვის დროს უფრო რაღაცა მეტად იყო და ვის დროს ანაკლებად იყო აქ თავარი პრობლემა არის თვითონ იდეის კვლელობაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა რა არის, რომ ის უნდა იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისგან, კომერციული გავლენისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი. როგორ უნდა იყოს ამაზე პასუხი? ახლა გეტყვით რა თქმა უნდა. პირველ რიგში უნდა იყოს იმით, რომ მენეჯმენტი იყოს არტოვებდეს განცდას მოსახლეობაში, რომ ის არის იმ პოლიტიკური გუნდის წევრი. სააკაშვილიდან მოყოლებული, თამარ კინწურაშვილიდან მოყოლებული იქნებოდა თუ გიორგი ჭანტურიათი გაგრძელებული თუ დღეს ვასილ მაღლაფერძით დამთავრებული არ გვაქვს ერთ-ერთი პრობლემა. ყველა დირექტორად მენეჯმენტში ნიშნავდა თავის პოლიტიკურ მხარდამჭერებს. თავის პოლიტიკურ მხარდამჭერებს. ეს უკვე კლავს იდეას და იმ დღიდან მოყოლებული იდეა არის მკვდარი. ახალი ხელისუფლება როცა მოვიდა, გააგრძელა იგივე ვასილ მაღლაფერძე ლაპარაკ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქონდა ყველა ხელისუფლებას ერთი მოთხოვნა. მას არ შეექმნა პრობლემა ხელისუფლებისთვის და ასევე ის მეორე მისი ფუნქცია იყო კარმუშკა მათი პოლიტიკური თანამოაზრების ვისიც რაღაცა უნდათ პატივისცემა დანიშნავდნენ იქ ნიშნავდნენ სხვადასხვა ადგილებზე დირექტორად მოადგილეთ რჩევლად დღეს გადახედეთ რჩევლებს გადახედეთ მე იაზე არ გულისხმობ სხვა რჩევლებსაც შეგიძლიათ გადახედოთ რასაკეთებენ იქ წინა დღეს ბორდის ერთი წევრი მეუბნებოდა რომ GDS-დან გადმოსული ხალხის რაღაც დიდი ნაწილი ხელფას იღებს მაგრამ ჯერ არაფერს არ აკეთებს ვიღაცების კარმუშკა იყო ადრე დღეს ახლა ამათი კარმუშკა იქნება რა 3 წელი იქნება ახლა ამათი კარმუშკა როგორც ვიხდი იმიტომ 3 წლის მერე წასვლას აპირებენ როგორც გავიგეთ თორე ხა 15% რომ პროცენტ ნახევრიდან 15%-ამდე რეიტინგი როგორ უნდა შეიცვალოს ეს როგორ უნდა შეიცვალოს და უნდა იყოს პოლიტიკური ნება იმისი რომ ჩვენ ყველა დირექტორს როცა ირჩევდნენ საზოგადოებამ თქვენი საუბრიდან გამოდის არ არის ეს პოლიტიკური ნება ორი თვით ადრე საზოგადოებამ იცოდა ვინ გახდებოდა დირექტორი ასე იყო ადრე ასე არის დღესაც სწორედ ეს შეკითხვა კიდე გავიმეორებ
როგორ უნდა შეიცვალოს ეს? თუ კი ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური თამარ პიროვნულად მე კი არ ვადარებ. ხო და არ იყო ტელევიზია, მე კარგი არ იყო, მაგრამ არ არის სწორი ერთქვაფში ჩაყრა ყველას ვინც უკეთესია და ვინც უარესია, ასე ხო შენ ნიკოლაური მასუროვი უკეთესია. პოლიტიკური გუნდის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობის და ვასილ მაღლაფელიძეც არის ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრი. თამონაკინწურაშვილის პრობლემები შეექმნა და რატო გაუშვეს? იმიტომ რომ არ გაუშვა ეთერში რომელიღაცა რელიგიური დღესასწაული პირდაპირ ეთერში შეუქმნა სააკაშვილის პრობლემა და იმიტომ ასაგებია, მაგრამ პოლიტიკის შეუქმნა პრობლემა რაღაც რელიგიურ თემასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ლაპარაკობთ პოლიტიკურ თემაზე. აქ საუბარი არის თამარ იმის შესახებ, რომ თამარ კინწურაშვილის, გიორგი ჭანგროძის ყველა იყო ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი, მათი პოლიტიკური იდეოლოგიის გამტარებელი, დღეს ვასილ მაღლაფელიძე აი ამ ტენდენციას მიუყვებით და ეს არ სრულდება. მიაწოდეთ იბარ გვერდზე მიაწოდეთ. უპირველეს ყოვლისა არ მაინტერესებს წარსული, მე ვარ ვალის ახვინჯელი, ახალი საქართველო. არ მაინტერესებს წარსულში რა იყო, პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ჩემი ჯიბიდან. და აქედან გამომდინარე, ანუ ნებისმიერ ადამიანის ჯიბიდან, ხო, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან. ჩვენი დაკვეთა უნდა შეასრულოს. უნდა არა ვიღაცა კონკრეტული დირექტორების ან ბიძინე ივანიშვილის ან მიშას ან ნებისმიერი კონკრეტული პიროვნების. თქვენ უნდა ასრულებდეთ საზოგადოების დაკვეთას და ასრულებდეთ საზოგადოების მოთხოვნილებებს. კარგით, აქეთ უნდა მემწე სიტყვა. საღამო მშვიდობისა, ლელა ფირალიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი. თქვენ სასაც მოვისმენდი ამ დისკუსიაზე, რომელიც აქ მიმდინარეობს. თქვენ გსურთ რომ გახდეთ სამეურვეო საბჭოს წევრი. თქვენი აზრით რა არის დღეს მაუწყებელზე შესაძლებელი და სამეურვეო საბჭოს რა ბერკეტები რჩება რეალურად გავლენა მოახდინოს პროცესზე? მოგესალმებით, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. აი ახლა ვუსმენდი დისკუსიას და ჩემთვის აშკარა გახდა რომ კონსენსუსი რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი აი ამ მცირე დარბაზშიც არ არის. ნებისმიერი რამ რასაც ვაკეთებთ ზოგადად და რა საქმეც კეთდება სამი შეკითხვით იწყება და მთავრდება. ეს არის რას ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. რას ვაკეთებ უკვე საეჭვია არსებობს რამდენიმე მოსაზრება რას ვაკეთებთ ინფორმაციული კულტურის ერაში ვცხოვრობთ ეს არის ინფორმაციული ეკვივალენტების კულტურა კულტურა სხვა ყველა განმარტებასთან ერთად აქვს ასეთი განმარტებაც რომ ეს არის საკომუნიკაციო რეჟიმი ტელევიზია ამას აკეთებს ყველაზე უფრო წარმატებულად თუ ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელს ერქვას საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ვიცოდეთ სწორედ ის ღირებულებითი საზრისები, რა ღირებულებითი საზრისებითაც უკრავთ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე ვფიქრობ, რომ აი აქ გვაქვს ერთმანეთთან აცდენა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან. რა თქმა უნდა, მე მინდა გავაგრძელო ბატონ ლაშას აზრი. თვითონ სოციალური ორგანიზმიც რას მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან და რა პროდუქტი უნდა გასცეს საზოგადოებრივ მაუწყებელმა როგორც შემოქმედებითმა ჯგუფმა როგორც ტექნიკურმა ჯგუფმა და მენეჯმენტმა აი აქაც არის თუ არა თანხმობა მე უკვე ეჭვმებარება ანუ აცდენა გვაქვს ღირებულებებში ყველას პირველი რაც გასაკეთებელია არის გასაკეთებელი კონცეპტუალური ნაწილი, რომელიც უნდა შეიკრას მხოლოდ და მხოლოდ ღირებულებითი საზრისებით. გასაგებია და ნინო ხაჩიძეს თუ შეიძლება გადააწოდოთ მიკროფონი. რა ფრთხილად, ქალბატონ ხელი არ გაიწერა. გამარჯობათ ნინო ხაჩიძე ჟურნალი თბილისელები. რა მაინტერესებს პირველი ჩვენ მე ესეთი შტაბეშილება მრჩება რომ ძალიან ხშირად დემოკრატია გვერევა ანარქიაში ეს ერთი მეორე როდესაც ლაპარაკია და მე ვიზიარებ რა თქმა უნდა იმ მოსაზრებას რომ ჩვენი საზოგადოებრივი ჯიბიდან ფინანსდება საზოგადოებრივი ტელევიზია და შესაბამისად საზოგადოებრივის დაკვეთას უნდა ასრულებდეს მაგრამ როგორ გავიგოთ ეს საზოგადოებრივი აზრი და როგორ გავიგოთ როგორია ეს საზოგადოებრივი დაკვეთა როცა მეორე მხრივ ვამბობთ რომ რეიტინგები არ არის მნიშვნელოვანი ანუ გვაქვს თუ არა
ჩვენ მექანიზმი გავიგოთ რა არის ეს საზოგადოებრივი დაკვეთა და რა უნდა საზოგადოებას. და მე და მესამე, როდესაც ანუ მე შეკითხება ჩამოვაყალიბებ საკითხებად უფრო ზუსტად. და მესამე ჩვენ ვამბობთ რომ ვირჩევთ მენეჯმენტს და არის კანონში გაწერილი პროცედურა. ხო იქ სამეურვეო საბჭოს შემდეგ ის ირჩევს გენერალურ დირექტორს ასე შემდეგ ყველაფერი არის პარლამენტი იღებს ამაში მონაწილეობას თქვენ ჩემზე უკეთ იცით ეს როგორ ხდება. და ეს მენეჯმენტი არის პასუხისმგებელი შესაბამისად იმაზე რაც მოხდება საზოგადოებრივ არხზე. როცა ჩვენ ვამბობთ რომ უნდა გაითვალისწინოს და მე დაკვეთას რასაც მივცე მაშინ მენეჯმენტი რა გვინდა რა პასუხისმგებლობა აქვს მენეჯმენტს ნათლად ხო გამოვხატე ჩემი აზრი. მენეჯმენტი ამბობს რომ მე რომ დავდო პროდუქტი, მინდა არ ვეხები ვინ არის მენეჯმენტი, რომელი ხელი არ ვეხები. უბრალოდ მხოლოდ საკითხზე ვლაპარაკობ. მენეჯმენტი ამბობს რომ მე მჭირდება ესა და ეს დრო, მაქვს ესა და ეს მიზანი, მინდა ამას მივაღწიო, თქვათ ამ დროში. ჩვენ ამ დროს ვეუბნებით არა. მე რასაც გეუბნები, თქვათ იმიტომ რომ მე ვარ გადამხდელი, მოიქეცი ისე. თუ ის ისე მოიქცევა, როგორც მე ვეუბნები, მაშინ მან პასუხი როგორ უნდა აგოს იმაზე? ვინ უნდა აგოს მაშინ პასუხი? ხო გაუგებარი სიტუაცია ხდება. ნათია ძალიან დამავალებს. ნათია კუპრაშვილს მინდა დაუსვა შეკითხვა. აი ძალიან პრაქტიკული თვალსაზრისით ჩამოვაყალიბებ ამ შეკითხვას. მოვედი საპარლამენტო უმრავლესობით. შევძელი რომ სამეთვალყურეო საბჭო ჩამომეყალიბებინა ისე როგორც ეს მე მსურს, ამ სამეთვალყურეო საბჭომ აირჩია მენეჯმენტი, რომელიც ასევე შეიძლება შედიოდეს ჩემი ინტერესების სფეროში და გაატაროს ჩემი პოლიტიკა. აი მითხარით რა ბერკეტი რჩება იმისთვის, რომ ეს ხაზი ვერ გაატაროს რომელიმე ხელისუფლება. ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ მე ზოგადად მთავარი პრობლემა ჩემს სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ახლა გვაიძულებენ ვიყოთ რომელიღაცა როლში. ან იმ როლში, რომ მხოლოდ ვარდისფერი სათვალე გვიკეთია, ან მხოლოდ შავი სათვალე გვიკეთია და მხოლოდ ესე ვუყურებთ ამ პროცესებს. არა და ჩემი სათვალე, რომ მე ჩანთაში შემდამჩა, უბრალოდ ასტიგმატიზმის სწორებს, რომ ზუსტად დავინახო რა ხდება და მე მგონი ამაში მეხმარებოდა სხვა დროებშიც. აი ჩვენ თუ დაუკვირდით ახლა, მთავარი კრიტიკა მოდიოდა სწორედ აი აქ მსდომ ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე მოითხოვეს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება და მოითხოვეს სწორად, თორემ ეს რომ სწორი გზა არ ყოფილიყო, დღეს ამის ცვლილება არავის არ მოუნდებოდა. 13 და 15 წლებში მიღებული ცვლილებების შეცვლა უნდა სწორედ დღეს ამ ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებების შეცვლა უნდა. ამ ხელისუფლებამ ოცნებამ დაუჭირა მხარი იმ პუნქტებს, რომელიც ითვალისწინებდა ბორდის გაზრდილ პასუხისმგებლობას, ამიტომ გაეზარდათ მათ დაფინანსების ნაწილიც, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ თავის თავზე, მათ შორის შრომით უფლებებზე, მათ შორის ბიუჯეტის ფორმირებაზე, მათ შორის დებულებების შექმნაზე, რაც ახლა ხრება ინიცირებული ცვლილებებით. სწორედ ამას ვამბობ, რომ ეს ცვლილებები იყო სწორი ცვლილებები. სხვათა შორის ის წესი, რომელიც იქნა მიღებული და თამაშს უპასუხება, არ ითვალისწინებდა მაინც და მაინც დამთხოვას ხელისუფლების ცვლილებასთან. როტაციული წესია და ნამდვილად არ მივიღებთ ჩვენ, რომ ყოველი ერთი წუთით არ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ ესე რომ შავ-თეთრ ფერებში უნდა წარმოაჩინონ პროცესი, ეს უშლის ხაზს იმაზე კონცენტრირებას, რა არის სწორი გზა. სწორ გზაზე იდგა, ეს ვერ მოხდებოდა. ვერ მოხდებოდა კვესიტაზე და პაიჭაზეც ჰქონდა ჩვენ რეაქციები და გადახედეთ თუ შეიძლება ნაწილს და არ დაგვიკლია მათ რომ ჰქონოდა თავის დროზე რეაქციები ბევრ ამაზე იქნებოდა უკეთესი. ეხლა თუ შეიძლება გავაგრძელებ ამ ნაწილს, უნდა კონცენტრირდეთ იმაზე რა გვეცვლება ამ ნაწილში, რა გვეცვლება იმ კუთხით თუ რისი ინიცირება უნდა თვალ და ხვალ უნდა სწორედ კანონ პროექტის ინიცირება და თუ ჩვენ ამ ინიცირებას საბოლოო ჯამში მივიღებთ როგორც კანონს, მართლა მივიღებთ კერძო არხს, რომელსაც კერძო პირები მართავენ და არა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეხლა რომ ისმებოდა კითხვები თქვათ რა ტიპის იდეა რა კონცეფციაზე შეთანხმებული ვართ თავის დროზე. კანონშიც წერია ეს კონცეფცია რა ტიპის საზოგადოებრივ მაუწყებელი გვქვია. ნორმატიულ აქტებშიც არის გადატანილი, ძალიან დეტალურად წერია ყველაფერი და ეხლა კონსტიტუციაშიც კი იწერება კომერციული განალიზისგან დამოუკიდებლობა ამ პარლამენტმა მე მინდა მაინც დაუბრუნდე მე მინდა დაუბრუნდე ჩემს პრაქტიკაში. მეთანხმები თუ არა იმაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო მისი პოლიტიკური კონტროლი. მეთანხმებით ამაში. ეს იყო მისი გამოწვევა და ეს გამოწვევა იქნება მუდმივად. უბრალოდ ამ გამოწვევას უნდა გადალახვა იმ მექანიზმებით, რომელი მექანიზმები საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტირებული ქონდა კანონით. ჭირდება ნება, ამას ჭირდება სამეურვეო საბჭო რომასრულებდეს თავის ფუნქციას ბოლომდე. დააკომპლექტა ბორდი და ბორდმა აირჩია მენეჯმენტი. სად უშლით აქ ხელს? ამას ჭირდება სამეურვეო საბჭოს მუშაობა ბოლომდე, ისინი რომ რჩებოდნენ იმ იდეების ერთგულად, რომელსაც აცხადებდნენ კონკურსის პირობებში და გადავხედოთ თითეული მათგანი კონკურსის პირობებში რა იდეებზე საუბრობდნენ.
და ამას ჭირდება მენეჯმენტის სწორი არჩევა, ის რაც წერია, რომ თქვა თუ კომისია ირჩევს და კომისია გთავაზობს, თქვა რაღაცა ტიპის მაღალქულიან ადამიანებს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც სამეურვეო საბჭოში, ისე მენეჯმენტში, ამ მექანიზმებს ჭირდება გამოყენება, რაც დღეს გვაქვს კანონში და არა უარის თქმა ამ მექანიზმებზე, როგორც ახლა აპირებს მათ შორის ის ადამიანები, ვისაც ეს მექანიზმები ეხება. მე რა და შემდეგ აქ უნდა დაბრუნდა ყველას მივცე შემაჯამებელი სიტყვა. გისმენთ, მოკლედ თუ შეიძლება. მოკლედ მინდა რომ დავასრულო რაღაც, ანუ აქ მოვისმინეთ ჩვენ რომ გასართობი გადაცემები იქნება საზოგადო მაუწყებლებს და საზოგადო მაუწყებლების იდეაზე ვლაპარაკობდი. მე კი იმას კი არ ვამბობ რომ საზოგადო მაუწყებლებზე გასართობი გადაცემები არ იყოს და რეიტინგი არ კონდეს საზოგადო მაუწყებლებს, ამას არ ვემხრობ, უნდა კონდეს, მაგრამ ვინმე შეუძლია მითხრას რომ საზოგადო მაუწყებლების თავარი იდეა არის გასართობი გადაცემები? ეს არ არის თავარი იდეა. თავარი იდეას, რასაც ველოდებ მე საზოგადო მაუწყებლთან, ეს არის საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემები და ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც იქნება დამყარებული დამოუკიდებლობაზე, იდეაზე, იმის შესახებ, რომ მას ვერ აკონტროლებს ხელისუფლება, რომელიც იქნება კრიტიკული და რომელიც დადებს ისეთ რაღაცებს, გააკეთებს სიუჟეტებს, არა იმაზე, რაც ნიუსებში ტრიალებს, არამედ იმაზე, რასაც ხელისუფლება მალავს. აი ეს არის საზოგადოებრივი, ეს არის რასაც ველოდები საზოგადოებრივი მაუწყებლობა, როცა ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. არა. ნუ შეგვიყვანა ჩვენ იმ ფორმულაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ ერთი არხი აქვს და მხოლოდ 3 წუთი აქვს საათში. რამდენი არხიც უნდა, იმდენი არხი იქნება. და სადაც უნდა გასართობს გავშვებ, სადაც უნდა გამოძიებას, უბრალოდ აი ეს არის თითქოს ძალიან შეზღუდული რესურსი აქვს ეხლა და მხოლოდ 24 საათი აქვს დღე-ღამეში პროგრამების გასაშვებად, ეს არასწორია. უკვე მოცემულობით. კი ბატონო, იცით რა, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ისეთ დეტალებზე, რომელიც მაგალითად აი მე წარმომიდგენია ხოლმე ეთერში რომ არის ჩემი მეზობელი ლილი, ანუ აი მას აინტერესებს თუ არა, ეხლა რასაც მე ველაპარაკები. საუბარი არის იმ lilis ფულზე ზუსტად იმის ფულს ხარჯავთ ახლა ჩვენ უბრალოდ ლაპარაკობთ ისეთ დეტალებზე რომელიც მას ახლა მე ნიუსრუმი მესამე სართულზეა პირველ სართულზე ჩამოიქ რაღაცა ნორმატიული აქტი ასე შემდეგ ანუ ისეთ დეტალები და ჯობია რომ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტში ჩავსვათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ დღეს მედია რა მდგომარეობაშია ხო ფაქტობრივად მონოპოლიზებულია ქართული ოცნების მიერ აქ არის დარჩენილი რაღაცა კუნძული რუსთავიორის სახით რომელსაც კიდე თავისი ცალკე პრობლემები აქვს და ნუ შემთხვევით შევინარჩუნეთ იმიტომ რომ რატომღაც პრეცედენტი შეცვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და გააჩერა უზენაესის იმის აღსრულება, თორე სხვა შემთხვევაში ესეც არ იქნებოდა და ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ჩვენ საპროსაბჭოთა ქვეყნების ისტორიას, პოლიტიკური პლურალიზმი ყოველთვის იყო მიბმული ხოლმე, პოლიტიკურ პლურალიზმთან იყო ყოველთვის მედია პლურალიზმი მიბმული და ესეც იყო შევარდნაძის დროს თუ რაღაცა ცალკე კუნძულები არსებობდა, ეს იმიტომ რომ უბრალოდ კონსოლიდირებული არ ქონდა შევარდნაძის ხელისუფლება, ნახევრად ლეგიტიმაციის პირობებში არსებობდა ფაქტობრივად სააკაშვილის პირობებშიც კი, როდესაც რაღაცა სრული კონტროლი და კონსოლიდაცია მოახდინა. ძალაუფლების იქაც არსებობდა წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ცენტრები, არსებობდნენ ოლიგარქები, რომლებიც ოპოზიციას აფინანსებდნენ. არსებობთ ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა ქმნის მედიას. 2016 წლის შემდეგ ჩვენ დავდექით სულ სხვა რეალობაში. მაშინ 2016 წლის შემდეგ ჩვენ დავდექით სულ სხვა რეალობაში, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ერთნაირი წარმატებით გაანადგურეს მთავარი ოპოზიციური ძალა და დღეს ხდება ფეხს იდგამს ფაქტობრივად ახალი ძალა, ხო? ამისგან ანუ ოპოზიცია არის დაქსაქსული მთლიანად, იქ აღარც ამაქვს ლაპარაკი თავისუფალ დემოკრატებზე და რესპუბლიკელებზე იმათ რა დაემართათ, ანუ მოსუფთავებულია, վել, ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილი ხედავს ახლა შესაძლებლობის ფანჯარას და მთლიანად ეპატრონება, ყველაფერს სასამართლო მის ხელშია მთლიანად, საკონსტიტუციო ყველანაირი არა აქვს მნიშვნელობა რომელი დონის, მთლიანად მის ხელშია, მედია მთლიანად მის ხელშია, თუ არ ჩავთვლით აი რუსთავიორს, რომელიც აი რამდენ ხანს გაძლევს ამ ფინანსური წნეხის პირობებში, კიდევ კაცმა არ იცის, ამიტომ ძალიან ბუნებრივია ის რომ აი ხო ხვდებით აი რუსებს აქვთ გამოთქმა აჯერაბესიცა. აი ეგ ემართებათ ეხლა რომ რაღაცე ხარჯოს ეხლა ამ ხალ თავისი ფული ამ GDS-ში ამ ხალხზე რომლებიც ყავდა დაქირავებული გადაიყვანა ეხლა აქ და აქ ემაშო ანუ აი ეს ხდება. მაგრამ ერთი რაღაცა იცოდეთ რომ როდესაც შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში ხელისუფლებას მოსდის ძალიან ბევრი შეცდომა. სულ რომ კარგი ხელისუფალი იყოს და არა ვთქვათ იქ ხეების გლეჯით დაკავებული ზოოპარკის პატრონი, ხომ? ყველას მოსდის ეს. შესაბამისად ეს გამარჯვება ანუ დაეპატრონება ბოლო-ბოლოს სულ ჩაიგდებს ხელში ის სარედაქციო დამოუკიდებლობის კუნძულებსაც გააქრობს, რომელიც თქვა გოგი გვახარიას და სალომე ასათიას ქონდა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ცუდად დაუმთავრდება და ეს აღმოჩნდება მისთვის პიროსის გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს მართალია ხალხის პროტესტი არის მხოლოდ შემაკავებელი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ რეპერების ამბავზე, როდესაც დაინახეს უკვე რამდენიმე ათასიანი კაცი ქუჩაში და ბერამ სასტრაფოდ გადაწყვიტა რომ ჩართულიყო და მის დაკრულზე იცეკვა მთელმა სასამართლო სისტემამ. ხო დავინახეთ ეს ყველაფერი. ანუ აქეთ მიდის ყველაფერი. აი ამას ვხედავთ ახლა ჩვენ და აი ეს სცენარიც რაც ახლა თამაშდება. და ამ პროცესში საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს შანსი რომ გადარჩეს როგორც
დამოუკიდებელი? მე მგონი რომ ახლა ბოლომდე მიიყვანენ ყველაფერს. ნინო იცი რა აქ რაღაცნაირად საბჭოება შეიქმნა იმისა რომ არ ავართ შეთანხმებულები როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რასაკვირველია ეს არ არის ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ და ცხადია ყველა ევროპულ ქვეყანაში სადაც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ზვიადმა როგორც თქვა ეს არის ერთ-ერთი მართლაც ევროპული ღირებულება სწორედ ზუსტად არის გაწერილი როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს ჩვენც გვაქვს კანონმდებლობაში გვაქვს გარანტიები ჩადებული რასაკვირველია კონცეფციაც გვაქვს პროგრამული პრიორიტეტებიც გვაქვს აქ საქმე ის არის რომ როგორც თამარმა თქვა პრინციპში ისეთ ქვეყნები როგორებიც ჩვენ ვართ, ანუ სადაც დემოკრატია არის ძალიან მყიფე, ქვეყნები სადაც არის ნახევრად თავისუფალი ქვეყნები, იქ კანონის აღსრულება რასაკვირველია პრობლემაა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონით არის გარანტირებული დამოუკიდებლობა, ხო? იმ პირობებში, როცა სასამართლო არ გვაქვს, იმ პირობებში, როცა ადამიანები კანონს პატივს არცემენ, ბუნებრივია ეს პრობლემაა. კიდევ ერთ-ერთი შემაკავებელი, რამაც შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულება და პრინციპები დაიცვას, ეს არის რასაკვირველია სამეურვეო საბჭო და უბრალოდ პირად ინდივიდუალურ კეთილსინდისიერებაზე გადის ზღვარი და წითელი ხაზი, როგორც ჩანს, ესეც ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელ საქართველოში. ბუნებრივია, ამიტომ ვართ ჩვენ ნახევრად თავისუფალი მედიის მქონე ქვეყანა, ამიტომ ვართ სწორედ მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულება არ ესმის საზოგადოებრივ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, ეს გამოჩნდა იმ ერთ ძალიან მოკლე განცხადებაში, რომელიც გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც თქვა, რომ რა ვქნათო, ზოგსო მოწონსო ეს გადაცემებიო, ზოგსო არ მოწონსო, აი მაგალითად ერთ-ერთ კომიტეტშიო ადამიანების ჯგუფი ითხოვდაო გოგი გვახარეს გადაცემის დაკეტვასო, დახურვასო. ვინ იყვნენ იცით ეს ადამიანები? ეს ადამიანები იყვნენ ჰომოფობი ადამიანები, რომლებისთვისაც რასაკვირველია უცხოა ევროპული ღირებულება. ანუ საბჭოს თავმჯდომარისთვის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთლიანად შეკრული დგას ერთ ფრონტზე და განცხადება თქვენ თვითონ მე მგონი წაიკითხეთ კიდევაც ამ ეთერში ეთიკის ქარტია რომელიც ამბობს რომ თუ კი რომელიმე სტუმარი შემთხვევით ჰომოფობიურ განცხადებას გააკეთებს ის წამყვანოვანე უნდა აკრძალოს სტუდიაში აი ეს ჯგუფი მოყავს სწორედ მოწმენთ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ეს არის ძალიან სამარცხვინო პრეცედენტი მეორე ამბავი რასაც მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ არის ის რომ მენეჯმენტ საერთოდ არ ესმის აი თქვენ თქვით რომ ამ პროცესის მე რა იქნება მენეჯმენტს არ ესმის მიზანი რა არის გარდა იმისა რომ დაუქვემდებაროს თლიანად ტელევიზია ერთ კერძო ინტერესს ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომელიც რასაკვირველია ამ კაცის ინტერესებს განაპირობებს და აღასრულებს ეს ამაზე არ გვჭირდება მე მგონი დიდი მსჯელობა არ ესმის იმიტომ რომ პირველი მან თქვა რომ წერილი რახან მიუვიდა რადიო თავისუფლებას ეს ნიშნავს იმას რომ ესე იგი აღარ იქნება ეთერში გადაცემა მე თქვა რომ ჩვენი პრინციპები საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპები არის ის რომ გარე სტუდიებთან არის თანამშრომლობა, იმიტომ რომ მან კანონი არ იცის, სადაც წერია რომ 25% აუცილებლად სწორედ გარე სტუდიებთან უნდა იყოს ეს ვერ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპი. შემდეგ იყო ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სპორტული გადაცემები უნდა იყოს თურმე. ხო, ანუ სრული ვაკხანალია და ეს ძალიან კარგად ჩანს კომუნიკაციაში და ეს ახლა რთულები არიან ამ კომუნიკაციაში და სამწუხაროდ ამობენ ტყუილებს, მაგალითად იმას, რომ ეს იყო მხოლოდ რადიო თავისუფლების გადაცემა და ეს არ იყო ერთობლივი გადაცემა. ყველა გადაცემას დასაწყისში სალომე ასათიანი ამბობდა რომ ეს ერთობლივი გადაცემა. როგორი არხი უნდა? 30 წამიანი წარმოდგენა არა აქვს. 30 წამიანი ინტერვენციას გავაკეთებ ზუსტად მე არ მინდა რომ ვინმე უიმედობაში ჩავარდეს, იმიტომ რომ რეალურად და ვინმე მყურები ჩამოყაროს თუ ეხლა საზოგადოებრივშიც გაიტანა თავისი ვთქვათ. ამაზე არა და პირიქით, იმიტომ რომ შეუზღუდავი ძალაუფლება ივანიშვილისთვის არის ყველაზე ცუდი. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში დაუშვებს ფატალურ შეცდომებს. ჩვენ გვინახავს 2010 წლის შემდეგ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები მოიგო ნაციონალურ მოძრაობამ და გადაწყვიტა რომ სამუდამოდ თვითონ იქნება სამივე ტელევიზიას რო აკონტროლებდა, როგორი დაამთავრა მოღვაწეობა, ხო? ასე რომ ივანიშვილიც ზუსტად იმას იმეორებს, რასაც აკეთებდა თავის დროზე 2010 წლის შემდეგ ჩათვალა ნაციონალურ მოძრაობამ ტელევიზიებს თუ გააკონტროლებს მის ძალაუფლებას არაფერი არ დაემუქრება. სინამდვილეში ეს არის პირიქით, დამთავრდება ისე ზუსტად ქართველი ხალხი მაგას გასცემს ისეთ პასუხს, როგორცაც ის იმსახურებს, ყველა შემთხვევაში მით უმეტეს დღეს აღარ არის ის დრო ინტერნეტია 52%-იანი პენეტრაცია აქვს ინტერნეტს, ანუ ვეღარ მოხდება. ხელმძღვანელობამ არ იცის როგორ არხს აკეთებს. აი შეგიძლიათ თქვენ გითხრათ როგორ არხს აკეთებს
მენეჯმენტი. პირველ რიგში მინდა ესე იგი კომენტარი გავაკეთო გარკვეული იმაზე, რაც აქ იყო. აქ რო გისმენთ, რამდენიმე საკითხი მახსენდება. ერთი მახსენდება ტელემაყურებელი, რომელიც შეხვდა ამას წინათ ქუჩაში და წუხილს გამოთქვამდა უცნობი მუსიკის დახურვასთან დაკავშირებით და ეგეთი ტელემაყურებლების ინტერესები ჩემთვის გაცილებით უფრო ღირებულია ვიდრე ის, რასაც მე აქ ვისმენ და ამ ხალხის სახელით თქვენ აქ ამ დარბაზში არ ლაპარაკობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ პოლიტიკურ ზეწოლას საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუძლებს და თავისი გზით წავა. მეორე რაც მე მინდოდა, თქვენ არა ხართ სამოქალაქო საზოგადოება. თქვენ არა ხართ, თქვენ ახართ ვიწრო ჯგუფი. ჩვენ გვაინტერესებს ვიწრო ჯგუფი. ვიწრო ჯგუფი. თქვენ ახართ ნაციონალური საზოგადოება, ნახეთ არასამთავრობო კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დაიშალა ქალბატონი მარინა აღარ ვარ ნაციონალური საზოგადოება, სხვა ჯგუფის მხარდამჭერი ვარ ამჯერად. მაგას მნიშვნელობა აქვს, ვინ არის თქვენთვის ფართო ჯგუფი? ბიძინა ივანიშვილი არის დებატებში არ მინდა შესვლა. მე მინდა კომენტარი გავაკეთო. ვინ არის ფართო ჯგუფი? მაინტერესებს. შეიძლება კომენტარს გავაკეთებ. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ტელევიზია, ხო სწორია. თქვენი დამოუკიდებლობა უნდა იყოს თქვენი მიუკერძოებლობის გარანტია. აი იქიდან რაც დღეს ამ დარბაზში იყო, თქვენი მაყურებელი სწორას ვერ გამოიტანს. აქ ეს დებატები არის განწყობის შემქმნელი და არა ფაქტების დამდგმელი. სამწუხაროდ ეს არის კომერციული მაუწყებლების ერთ-ერთი პრობლემა. ჩვენ მოვიწვიეთ ადამიანები. თქვენ პირდაპირ შექმნით ადამიანები, რომლებიც თავის აზრს გამოხატავენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება პოლიტიკური მაუწყებელი. როდის შეუქმენი ეს განწყობა მაყურებელს დაბრალდა. ჩვენ მოვიყვანეთ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები ერთმანეთისგან და თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მაყურებელი თვითონ გააკეთებს დასკვნას. მესამე აქ არის ერთი კითხვა, რომელიც მიჩნდება ეგეთ გადაცემასთან მიმართებაში. მახსენდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში სოციოლოგი პიერ ბურდიე, რომელიც ამბობდა, რომ ტელევიზია ეს არის ტელევიზია. იქ არ შეიძლება მისვლა სერიოზული დისკუსიისთვის, იმიტომ რომ იქ ესე იგი ამ ესეთ დისკუსიაში ჭეშმარიტება კვდება და არა იბადება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე როგორ დისკუსიებს აპირებთ შეგიძლიათ? ერთი წუთით. და ტელევიზიაში აი დღეს მე ვუყურებ, რომ საზოგადოებას კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით იმასთან, რაც ხდება საზოგადოება, ვერ მიიღებს ინფორმაციას იმისგან, რაც დღეს აქ იყო. სამწუხაროა და ეს პრობლემაა ნებისმიერი მაუწყებლისთვის, კერძო არის თუ საზოგადოებრივი. ჩვენი მიზანია სიღრმისეული მედია, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ახალი საპროგრამო პრიორიტეტების შემუშავებას, რომლებიც იქნება განსაზღვრელი იმისა, რომელიც ჟურნალისტი მითხარით და რომელიც იქნება განსაზღვრელი იმისა, თუ როგორი იქნება ეს მაუწყებელი. აქ იქნება ბევრი წინააღმდეგობა, აქ იყო ნათქვამი მაგალითად სპორტული გარხი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. ამაზე იქნება სამეურვეო საბჭოში დისკუსიები იქნება საზოგადოებრივ დისკუსიები აუცილებლად. აი ახლა ჩვენ გვაქვს დისკუსია. ნახეთ, აი თქვენ ამბობთ, რომ რაღაც განწყობას ვქნით. თქვენ გაქვთ სრულიად სხვა მოსაზრება. აქეთ მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც აქვს სრულიად სხვა მოსაზრება, არა. როგორ ამას უყურებს მაყურებელი, რომელიც თქვენც მოგისმენთ, თქვენს ოპონენტსაც და ის შეეცდება გამოიტანოს დასკვნა. ეს ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ აგაქვთ მაყურებელზე მაღალი წარმოდგენა, ქალბატონ მარინა, ასე გამოდის. ჩვენ გვექნება დისკუსიები, ჩვენ გვექნება სიღრმისეული დისკუსიები, აუცილებლად იქნება. და ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი პროდუქტი იყოს საზოგადოებრივად ღირებული და საზოგადოების დაახქმის პრობლემაც არის. ქალბატონო მარინა სამწუხაროდ, რომ აქ ახლა ლექციას ვერ გავმართავდით. ჩვენ ტელევიზია ის არის, რომ მოკლედ და ხარტად უნდა გამოხატო შენი პოზიცია. გეთანხმებით, მაგრამ პოზიციების გამოხატვა პოზიციების გამოხატვა აძლევს მაყურებელს აზრის შექმნის კარგ შტაბეჭდილებას, სხვანაირად ტელევიზიები ვერ იარსებებდა და საინფორმაციო გადაცემებსაც არ ექნებოდა ასეთი ჩვენი ეს ჩვენი ექსკლუზიური ფორმატია. თელ სოფლიოში კონკრეტულად არა, თელ მე მიმყავს ეს გადაცემა. თელ სოფლიოში არის მსგავსი ფორმატები. ყველა წამყვან არხზე. ან თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ფორმატი არ უნდა არსებობს. შეიძლება თუ არა ეს აქტმული იქნას, რომ მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი ფართო დისკუსია ბევრი ადამიანის მონაწილეობით არ იქნება. ჩვენთან არის მსგავსი ფართო დისკუსიები რეალურ სივრცეში.
არის მის თქვენი ხმა ლაშა ქალბატონო მარინე თქვენ ბრძანდებით სამეთაყურო საბჭოს წევრი სამეურვეო საბჭოს წევრი ეგრეთ წოდებული ბორდის წევრი დიახ ჩვენ რამდენიმე დღის წინ მქონდა გამაფრთხილებელი აქცია 100 კაცი ვიყავით გეტყვით რახან რაოდენობებს ყურს იმას ანიჭებთ 41 კაციანი ხელმოწერილი დოკუმენტი გიდევთ თქვენ დიახ და აი თქვენ რასაც ბრძანებთ რომ ეს ფორმატი ვიწროა ეს ფორმატი არ იძლევა სრულფასოვან თქვათ კითხვებზე პასუხებს და ასე შემდეგ ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ეს რომ ეს იყოს ღია სხდომა სადაც საზოგადოების ნებისმიერი წევრი აქვს სხდომი ადამიანები ჩვენ ტელემაყურებლები და ის ადამიანები ვინც ამ გადაცემასაც უყურებენ და ეს გადაცემაც მოწონთ ის გადაცემებიც მოწონთ რომელსაც ხურავენ და კიდე დაიხურება ივლისის თვეში რამდენიმე პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და აი ყველა ერთად ვისაც სურვილი ექნება მოვალთ და მივიღებთ თუ არა თქვენი შუამდგომლობით მენეჯმენტის პასუხებს ეს მაინტერესებს დღეს მივიღეთ თქვენი წერილი სამეურვეო საბჭოს წევრებმა ხვალ აუცილებლად განვიხილავთ და გაგცემთ პასუხს ზეგ გვეტყვით ანუ ვადებში ვართ 5 დღიანი ვადა გაქვს ზეგ გვეტყვით კარგი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ რა ბოდიში რეალურად ხო აქ არის საუბარი ერთ რაღაცაზე ანუ საფრთხეს როდესაც ჩვენ ვამბობთ და თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს დაუსვით შეკითხვა რომ რაში არის გამოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ გახდეს ვთქვათ იმაზე უკეთესი ვიდრე არის რა თქმა უნდა ყველას და დარწმუნებული ვარ აქ ვსნომ ადამიანებს ყველას უნდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს უკეთესი იმაზე უკეთესი ვიდრე არის. თუმცა ამას გააჩნია ვინ გააკეთებს, ხო? ადამიანები, რომლებიც ნდობაც რეალურად არ არსებობს, რომლებიც ტელეკამერების წინ ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, იტყუებიან, იმიტომ რომ ეხლა მომივიდა მე მომივიდა ეხლა ამ წუთას ინფორმაცია, რომ ეკონომეტრი, რომელიც იგივე შიდა პროდუქტია, შიდა პროდუქტებსაც ხურავენ, არა მარტო გარე პროდუქტებსაც. გამოცხადდა რამდენი დიახ, ხო, ანუ რეალურად მაყურებლებს ჩვენ ვეუბნებით, რომ არა, ჩვენ შიდა რესურსითაც ვაკეთებთ რაღაცებს, მაგრამ სინამდვილეში გადაცემებს ხურავთ და რეალურად ვაყენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას საფრთხის ქვეშ. მე მინდა, ქალბატონო მარინე, მე მინდა, რომ ეს ორ წინადადებას ვიტყვი, რომ მე მინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს და ის დიალოგი, რომელზეც ჩვენ ვახსენეთ, 5 დღიანი ვადა გაქვთ კვირის ბოლომდე და იმედია რომ მომავალ კვირაში ეს ჩაინიშნება თქვენ და მენეჯმენტი ერთობლივად აიღებთ პასუხისმგებლობას და გაგცემთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი. დიდი მადლობა ბატონ გია. მადლობთ. მოკლედ საკითხამდე მივდივართ ისე რომ თითქოს კანონმდებლობა იყოს მხოლოდ გარანტია. აი მეც მან მინდა თქვენს გეთანხმებით რა თქმა უნდა ადამიანურ ფაქტორამდე მიდის ეს ყველაფერი შეიძლება კანონმდებლობით გარემოთი ყველაფერი გქონდეს შენ დამოუკიდებლობა თავისუფლება გარანტირებული და მონიჭებული მაგრამ ამ დამოუკიდებლობას თავისუფლებას უნდა ირგებდე და უნდა აფასებდე და პატვის უნდა ცემდე ძალიან წლების განმავლობაში იყო თუ არ იყო ეხლა ეს საკამათოა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მივიღეთ ის რაც მივიღეთ მისი რეიტინგი ყოველთვის ნულის ტოლი იყო თუ არ ვიკამათებთ იმას დაუშვათ შეთანხმებით რეიტინგი არ არის მთავარი მაშინ უნდა ვთქვათ მოგწონს თუ არ მოგწონს ან დაუშვათ თუ მოგწონს ამ თანხაში მოგწონს ეს პროდუქტი რომელსაც ვიღებთ არის რეიტინგი ერთ-ერთი გამსაზღვრელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩვენ უნდა ვაკეთოთ კარგი რაღაცეები უნდა ვაკეთოთ კარგად ჩვენ უნდა ავიღოთ ეს მაქსიმალური თანხა ამაშია საქმე მაგრამ ის რომ ადამიანის ფაქტორზეა ნინო დამოკიდებული საბოლოო ჯამში სულ ყველაფერი მე ეს არის ჩემს გადამწყვეტი უბრალოდ დაეთქვენ მინდა ზუსტად ეხლა გამოგეხმაუროთ ამდენი წლის განმავლობაში როცა ამ არხის რეიტინგი 0-მდე ჩამოდიოდა მე ნულის ქვევით მიდიოდა ეს ადამიანები უკაცრავად მიკროფონში ლაშა მიკროფონში უკაცრავად მე მგონი თქვენ საკმაოდ ისაუბრეთ ახლა ვისაუბრეთ მაშინ გააგრძელებთ თქვენ ამ ხნის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა თანამშრომელმა ან მაღალი რგოლიდან საშუალო რგოლიდან აიღო პასუხისმგებლობა მე რამდენიმე თვის წინ უსმენდი არ დავასახელებ ეხა გვარს რომელსაც უნდოდა გენდირექტორობა რომელსაც თქვა ნოლია რეიტინგი ძალიან ცუდია ამ დროს თვითონ 25 წელი ერთ-ერთი სახე არის საზოგადოებრივი აუწყებლის და თუნდაც იმით უნდა აიღოს მან პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესებზე რომ მონაწილეობა არ მიიღოს გამიგეთ რა შეასახმე მე მესმის თქვენი პროტესტი მე
ჯერა რომ თქვენ გულწრფელი ბრძანდებით, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის კოლექტივიდან თუ შემადგენლობიდან თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, ერთი ჩქამი არასოდეს არ გამოსულა, რომ ეს ხდება ცუდად, ის ხდება ცუდად, ეს შიდა საუბრების ჭორების სამზარეულოს დონეზე იყო. რეიტინგი იქნება თუ სხვა რამ უპირველეს ყოვლისა ამაზე მენეჯმენტია პასუხისმგებელი. ერთ რამეს გეტყვით, აი შეკითხვას და ახლა მე გია ჭანტურიას მრავალი წელია ვიცნობ, დაახლოებით 20-22 წელიწადია და გია ახალი დანიშნული იყო 2009 ჩვენ საუბრობთ და აი ეს სიტყვები მითხრა. თამარ კინწურაშვილს ჩინური ტექნიკა იაპონურის ფასებში აქვს ნაყიდი და ნახე მე მაგას რას უზაოდა, ამით დამთავრდა სულ ყველაფერი. ამით დამთავრდა ეს სულ ყველაფერი. იქით იყოს ეს მე მითხრა გია ჭანტურია, მაგრამ ამის იქ საქმე არ წასულა უბრალოდ. იქით იყოს გია ჭანტურიაც, იქით იყოს. აქ ახო იცი საუბარი რაზე არის, რომ საზოგადოება თვითონ მართლა ვერ შეთანხმდა, რა უნდა ამისგან რომ გააკეთოს. აქ არა, ნინო, დეტალებზე აქ საუბარი, აქ ჩვენ გვინდა არაჩვეულებრივ გააფრენაში რო არის, მე ამისგან გავაკეთებ და ჩვენ გვინდა ყველას კარგი რაღაც, მაგრამ ეს კარგი რაღაცა დეტალებისგან შედგება, ხო? არის საინფორმაციო, არის გამოძიებები. მე მაგალითად ესე მგონია რომ 45 მილიონში სრულიად თავისუფლად შეიძლება უამრავი რეგიონალური ბიურო იყოს და ყოველდღე თვითონ ჟურნალისტური გამოძიება რას უწოდებთ საზოგადოებრივ შეთანხმებას? როგორ უნდა შეთანხმდეს საზოგადოება და რაში უნდა პოვოს ამან გამოხატულება? არსებობს კონცეფცია. თქვენი აზრით ეს კონცეფცია ვერ ასახავს საზოგადოების განწყობებს? საზოგადოების განწყობებს ასახავს თუ არა შეიძლება საზოგადოებას შევეკითხოთ, მაგრამ საზოგადოება ხო ეკლექტური არის, ეს არ არის ხო მაშინ როგორ უნდა შეთანხმდეს? ეს ხო არ არის ცალსახა. ალბათ ეს უფრო დროში გაწელილი პროცესია, მე ესე მგონია და ჩვენ 25 წელიწადი ფაქტობრივად 25 წელიწადი ვახო დაკარგულია 25 წელიწადი 25 წელიწადი დაკარგულია და დღესაც ეხლა ჩვენს იმის მაგივრად რომ აი ამ არქის ბედი გვადარდებდეს რეალურად აქ ცდილობენ რომ გავუსტიქ რაღაც პოლიტიკური ელფერი შეძინოს, მე შემიძლია შევძინო ამას პოლიტიკური ელფერი და თქვა პირდაპირ რომ ის ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში ფეხქვეშ თელავდნენ აი აქ არიან სიტყვის თავისუფლებას მე მათთან ერთად ამ ფრონტზე ვერ დავდგები ერთხარეს მე მქონდა ცხოვრებაში შემთხვევა საბედნიეროდ მე მგონი უკვე მე წამართვეს მედია საშუალება პრესაჯი და აქ აციოს რომელიმე მხელი ვინ დამიდგა გვერდში ვინ დამირეკა ვინ შემეხმიანა ვინ თანადგომა გამომიცხადა ვინ მითხრა რომ აი დაგეხმარები ერთმა აციოს ხელი ამ დარბაზში და მე მის გულწრფელობას ვიწუნებ აბსოლუტურად მე ხო ეს არა მაგაში არ არის საქმე მე თქვენთან ერთად ამ საკითხის განხილვას ვერ დავიწყებ ნუ თქვენ გულწრფელი არ ბრძანდებით თქვენ ხართ გულწრფელი და მე არა თქვენ ის თქვენ იმ ხელისუფლების სახებრძანდებით 7 ნოემბერი იყო 26 მაისი იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რომ მუშაობენ საზოგადოების წარმომადგენელი ჩემი ქვეყნის მოქალაქე რომელიც მაგინებთ ჩემთვის უკეთესია თქვენ რომ მე მაგინებთ ეს ნიშნავს რომ რაღაცა სწორად ვაკეთებ ჩემთვის ეს ლამაზია იმიტომაც არის რომ ამ წლების განმავლობაში ამ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა ვერც საზოგადოება მივიღეთ და ის არაფერს არ იუწება კარგი ჩვენი კიბად მიკროფონში თუ არის თქვით არის პრესაჯის დახურვაზე არ შეუგროვებია? ბატონო? ვაშას არ აგროვებდა განცხადებებზე ხელმოწერებს თქვენი პრესაჯის დახურვაზე? არა. მედიაჯიზე არ ეხლა შეგიძლიათ დასაჭერთან ნახოთ კომენტარი. თქვენ პრესაჯი იქნებ დაძებნოთ რა, ვინ ასაკეთებ და ესე შავ-თეთრ ფერებში რო გინდათ ყველაფერს წარმოდგენთ. დამფუძნებელი და გენაცვალე. კარგით, ვასრულებთ ჩვენს დისკუსიას. ზვიად ლაშა თუ კი გაქვთ რაიმე აჰა, გასაგები. ანუ ივანიშვილის დანაშაული ივანიშვილის ცოლს უნდა მოვკითხო ხოლმე ესე? აი ეს არის თქვენი მორალი? ეკა ხვედელიძეს მივადგე ივანიშვილი თუ რამე დააშავებს? ეგეთი ხარ? ეგ არის თქვენი ფილოსოფია ივანიშვილმა თუ რამე დააშავა მის ცოლს მოვკითხო? რა არის ის მე რომ მედიას მაგ მორალის სამართლისა თქვენი ფეხი-ფეხზე გადაიდეთ და ეხა მელაპარაკებით სიტყვის თავი. გასაგები, ანუ ივანიშვილი რომ გადაბრაზებთ ეკა ხვედელიძეს მიადგეთ. როგორ მელაპარაკებით? ჟურნალისტურ ეთიკაზე გელაპარაკებით. როგორ მელაპარაკებით? რა თქმა უნდა. ერთი ზარი არ ყოფილა არასოდეს. ეთიკაზე გელაპარაკებით. არასოდეს არ ყოფილა. ბირჟაზე ხო არა ფოტოგრაფების თემა თქვენ ხო არ დაგავიწყდა? და მე ფოტოგრაფების თემაზე ჩემი ფოტოები არ გაქვს. შუაში ახლა ქვეყანაში რა ეკონომიკის დასრულდა ეს ნაციონალური აი აქ ეს ადამიანების თემა ფოტოგრაფიის ძინავდაგობას გიწევს და ნერვებს გიშლით ხო? ისიც რატო ხდება ეს ჟურნალისტურა მომიტანეს ერთხელ და დამიგდეს. თელ კორპუსში ჩამოიარეს უბრალოდ. რა ნუ ახლა ამას შევეშოთ სულ ყველაფერს. კარგია მაშინ. USA Today არ მოგიტანეს და დაგიგდეს. მაშინ დავწერეთ ჩემ კარებთან ნაგავს, ნუ დაყრით მეთქი და აღარ მოვიტანე. ბატონ ლაშას მოусმენთ მერე თქვენ. ბატონ ლაშა. მოკლედ ჩვენ მე მგონი
ეხლა გვაქვს ესეთი სიტუაცია, სადაც უნდა ვილაპარაკოთ მაინც საზოგადოებმა უწყებს ამისთვის შევიკრიბეთ. დღეს არის პერიოდი, როდესაც სერიოზული ცვლილებები ხდება მაუწყებელში. მე პირადად გუცვლად ვამბობ, რომ თუ რამე კარგი გაკეთდება, მივხედავთ მილიონი კრიტიკული გამოსვლისა ჩემი მხრიდან და შენიშვნისა, რა თქმა უნდა მივესალმები და მე ვარ გულშემატკივარი საზოგადოებამ, მინდა რომ იქ რაღაც კარგი მოხდეს და ყოველთვის ესე გვინდოდა. ეხლა არის სერიოზული დრო, იმიტომ რომ კანონ პროექტი გადის და მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს სწორი, რაც ეხლა ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული შენიშვნები გვაქვს ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. არ არის უშანსო და უშანსო სიტუაცია არ არსებობს. საქართველოში არის საკმაოდ განვითარებული გარემო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებში შეთანხმებულები შეიძლება არა ვართ, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და შემდეგ ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა, პოტენციალი. ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ უბრალოდ სწორად. უბრალოდ ერთს დავამატებდი კიდე ძალიან უბრალოდ მინდა რომ უთხრა რომ ხა ჩვენ ყოველთვის ვიყავით მეტნაკლებად სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ხა მე გიას ისტორიები ვიცოდი და ძალიან ბევრჯერ წაგვიხალისებია მათ შორის გაზეთ რეზონანსში მისი პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ბევრი უსამართლობა იყო ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გიას ისტორიაც ერთ-ერთი არის და რა თქმა უნდა, ეხლაც ვიმეორებ, რომ არ იყო ის სიტუაცია სწორი და არა მარტო გიასთან დაკავშირებით და მე მინდა რომ ესეთი ისტორია აქ საუბარი იმაზე, რა ამიან გულწრფელები ვართ ჩვენ იმაში სულ ყველანი ერთად. ხო, ყველასთან ერთად ბრძოლაში ხوار წახვალ. მე მაგის თქმა მინდოდა, უბრალოდ იგივე არის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, იმიტომ რომ გიჭერდით ხარ, როცა პრობლემა ქონდა, უბრალოდ ეს ეხა ეგრე არ იყო, რომ არავინ არ დაგიჭირა მხარი, უბრალოდ ვერ მოვერიეთ. შენ დაგჩაგრეს, მაგრამ ხარს გიჭერდით გია და უბრალოდ ესე რომ აბა ვინმე გითხარით, ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ეგ. როგორ? მეტი რა იყო? არა. როგორ? სუფრებზე მხარდაჭერის მეტი რა იყო? რა სუფრებზე? არ ვიცი. აბა სხვა რა მხარდაჭერა იყო მაშინ? მამოვიღოთ გაზეთი, შენ თვითონ გაქვს ნათქვამი. გაზეთში ყოველთვის იწევს. იმ გაზეთში მოგონასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარიც ისევე იყო, როგორც გურამ დონაზის კომენტარი. ხა ეგ არაფერ შუაში. ერთი წუთით რაღაც ვიტყვი, წარსული შეფასება. მაშინ შენ გამოდიხარ ერთადერთი ჟურნალისტი. ერთადერთი ადამიანი ხარ. არა, თქვენთან ერთად ვერ მივიწინოთ რა ეს. ჩვენთან ერთად არ უნდა იარო. თქვენი ტიპის ადამიანებია საუბარი. თუნდაც იმ ადამიანებზე, ის ამ სიტყვის მოდით, ლაშას დავასრულებინო. მონოპოლიზებას უ. კარგით, ვასრულებთ ჩვენს დისკუსიას, ლაშა დაასრულებთ. არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორი ნიშნავს კონდუქტორია მძღოლი ლაპარაკობს. დაასრულებს და შემდეგ. დაასრულებს და შემდეგ. სასტრაფოდ წავიდეთ და გამნათებელია და გამნათებლები ჩანერგები გამნათებლები ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. მოდით მოусმინოთ და რეკლამა უნდა გამოვიდეთ. არ ვიცი ხა არ ჩვენ მე მგონი მაშინ გამოდის რომ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი რომელსაც არ დაეხმარა გაზეთი რეზონანსი მithumet ჩვენთან მუშაობ რეზონანსი არ არის საუბარი რეზონანსი არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე მე გაზეთი არა ლაშა არა ეგრე რეზონანსიც იყო და ალიაც იყო მაშინ პრობლემა ქონდა საუბარი არის ადამიანებზე რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას მედიის და თავისუფალი ზღვის დამცველებს და ასე შემდეგ და ამ დროს ხდება ესეთი ფაქტი მოიცადე ერთი არ შეუძლიათ მათ თქვა რომ ისინი მეგვერდში დამიდგნენ კარგი მოდით მე აპარაკობ ამ შემთხვევაში შენ დარბაზზე ილაპარაკე და მე მგონი არ ვივართ ჩვენ. მადლობთ ლაშა, ვეღარ გავაგზავნებ რეკლამას. ამ შენიშვნას უბრალოდ ვერ მივიღე. მე ვილაპარაკოს ლაშა, მოდი მაგაზე. მე ვილაპარაკო. არ ვიცი. იმის მერე რა მოხდა, კიდე და რა მოყვა, სახელებს გეტყვი მე. არა, გავიგე, მაგრამ ჩვენ ყველა ბევრი ვზივართ, რა გია, მაშინ უნდა სხვადასხვა რაღაცები თუ ყველას არ გვეშება. შენ რა შევი მასწავლი, მე როგორ უნდა ვილაპარაკო? მე კი არ გასწავლი. მე უბრალოდ არ გასწავლი, შენ როგორ უნდა გასწავლო? მე გეუბნები რომ ხარს ბევრი ჭერდა ჩემი აზრით თქო რა. ეხლა უკვე შეიძლება მაგაზე ვლაპარაკო. კარგით, გმადლობთ ლაშა, გისმენ. არა, ვერ გავი. ეხლა და კიდევ ერთი რა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლოს ვიტყვი. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვახო ძალიან დიდ თემებზე, პოლიტიკურ თემებზე, ბევრი რამე სწორია აქ და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი, მაგრამ მე მგონია ეხლა უნდა ვიფიქროთ კონკრეტულად რა გავაკეთოთ აი იმ კანონ პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც იღებენ
როგორ მოვიქცეთ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება სამსახურები დაკარგონ და ეს ძალიან პრინციპი იმ კარგ და ჭკვიან შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება პროგრამები გამოეცალოთ და აღმოჩნდნენ ქუჩაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი რა და ვინაიდან ეს არის ტელევიზია, რომელსაც ჩვენი ჯიბები და ვაფინანსებთ, ძალიან გვაწუხებს ეს